ნუკი არის ბევრჯერ გამარჯვებული, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ნუკის მიულოცდეს გამარჯვება, ბევრი წინსვლა უსულოთ, აუცილებლად ხმამსურდეთ მომავალი ჩემპიონი. ყველაფერს წარმატებას ვუსურვებთ და გადავცემთ ეს ნუკის შენ 500 ლარის ძალიან მიყვარს ჭადრაკი, ვარ საქართველოს ჩემპიონი 8 წლიანებში. მინდა რომ გავხდე სოფლიო ჩემპიონი, ვარ საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი და ირაკლისთან ვეგობრობ. გამიხადა ირაკლის საჩუქრ მადლობა. მას ახლა მივიდივარ საქართველოს ჩემპიონატზე 9 წლიანებში. ნუკი გავიცანე ჯერ კიდევ 2 წლის წინ, ამ დროს მონაწილეობდა ჩემპიონატში, რომელიც მე დავაფინანსე. 15 გამარჯვებული იყო და ერთ-ერთი გამარჯვებული პირველ ადგილზე გავიდა თავის საპრიზო კატეგორიაში, თავის ასაკში. მის შემდეგ ვითარდება ჩვენი ურთიერთობა, გავხდით მეგობრები, ჩემი ხშირი სტუმარია, ძალიან ნიჭიერი ბავშვია. უკვე გამختარია ამას განახებთ ევროპის და აზიის ჩემპიონია, ანუ ევროპის და აზიის ქვეყნების შორის ჩემპიონია, შაშან გახდა ეს ჩემპიონი, ძალიან დიდი ტიტულია, ასევე არის საქართველოს ჩემპიონი. თავის ასაკში 8 წლის კატეგორიაში, ჯერ კიდევ ძალიან პატარა და ძალიან ბევრს მიაღწევს, იმიტომ რომ ასეთ პატარა ასაკში ესეთი დიდი მიღწევები იშვიათია, თან ზესტაფონელია და რაც მთავარია საქართველოსში და ზესტაფონში ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის განვითარება, რაც შეეხება ტექნიკური ხაზით. ჭადრაკი მოითხოვს ძალიან დიდ გონებას, ძალიან დიდ დაკვირვებას. ძალიან საინტერესო თამაშია. სოფლიოში რომელი ქვეყნის მოჭადრაკეებიც არიან ჩემპიონები, ის ქვეყანა არის ყველაზე წარმატებული, ზოგადად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და მე მინდა გამაცხადო, რომ ზესტაფონიდან ვინც გაიმარჯვებს კიდევ ნებისმიერ კონკურსში, ეს კონკურსი იქნება თქვათ მათემატიკა, ფიზიკა, ტექნიკური საგნები, ინტელექტუალურ კონკურსებში, რომ წავახალისოთ, გადავცევთ ფულად ჯილდოს აუცილებლად და პლუს ჩვენი მაღაზიიდან სამახსოვრო საჩუქრე ნივთს. შეეხება ნუკის წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, რომ სოფლიო ჩემპიონი გახდება, ახლაც მივყვები ტურნირებზე და იმედია კიდევ ბევრი ზესტაფონელი გვასახელებს. ასევე მოუწოდებ მშობლებს, რომ ბავშვებს მიცენ უფლება, რომ განვითარდნენ ინტელექტუალურად, მეტი წიგნი წაიკითხონ და ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ კომპიუტერთან, რადგან ეს ააზიანებს ბავშვის წვენს. რაც შეეხება დაფინანსებას, მინდა ბევრი საინტერესო პროექტი დავაფინანსო და ბევრი ახალგაზრდა ზესტაფონელი განათლებული იყოს და დარჩეს რა თქმა უნდა ზესტაფონში და განავითაროს საქართველო. ჩვენ გვაქვს სელური მაღაზია, გვაქვს უკვე 2 ფილიალი და მაღაზია ნოვალისი მზად არის ნებისმიერ ახალგაზრდას დაუჭერს მხარი ყოველ კაკ წამოწყებაში.